Sankcija dezinformatsიული საბაბით და არანაირი არგუმენტით ელემენტი ბრიტანეთის საელჩოსა და მთავრობისგან მძიმე ბრალდებების დასაბუთებას მოითხოვს. ძილის წამებაზე პასუხი კი არხის მიერ განვლილი ურთულესი გზა და მაყურებელია, რომლის დამსახურებით იმედი ისევ მედია სივრცის უპირობო ლიდერია. მარიამ ქართველიშვილი გვერდება. ბრიტანეთის მთავრობა სანქციების შესახებ განცხადებაში მიუთითებს, რომ მძიმე ბრალდებებს საფუძვლად უდევს გონივრული ეჭვი. შესაბამისად, ეჭვის საფუძველზე სანქცირებულია ქართული მედია. იძებნება ფაქტები და მტკიცებულებები ბრალდებები ეგრეთ წოდებულ რუსულ ნარატივზე აბსურდულთან ერთად ძველია, თუმცა ამჯერად ეს საფუძვლად შეზღუდვებს დაედო. ბრიტანული სანქციები უკვე შეფასდა სიტყვის და მედიის თავისუფლებაზე თავდასხმად. ბრიტანეთის მთავრობა ქართულ დამოუკიდებელ და კერძო მაუწყებელს ასანქცირებს. იმედს უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობას და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას აბრალებენ. ამ მძიმე და არარეალური ბრალდებების ავტორი ბრიტანეთის მთავრობაა. ბრალდებების მიღმა მტკიცებულებები არსად იძებნება. იგი ავრცელებს და ავრცელებდა განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავისი აუდიტორიისთვის, რომელიც უმეტესწილად საქართველოში მდებარეობს, რითაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას აქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. იმედისთვის ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობა. სანქციებზე პასუხში იმედი საკუთარ განვლილ მძიმე გზას იხსენებს და ამ ფონზე სანქციებს ტელეკომპანიისთვის ფასი არ აქვს. როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია იმედისთვის სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია იმედი ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია იმედს უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა. ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია იმედის მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას. ამ ფონზე ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს. ტელეკომპანია იმედისთვის ერთადერთი ღირებული შეფასება ქართული ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით უკვე მრავალი წელია ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალ რეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია იმედი კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ. რომელი რუსული ნარატივი იგულისხმება, ვის ეყრდნობა და სად არის მტკიცებულებები, კითხვებით ბრიტანეთის მთავრობას და საელჩოს მივმართეთ. დუმილის ფონზე ქრონიკის გადამღები ჯგუფი საელჩოსთან რამდენიმე საათის განმავლობაში კომენტარს ითხოვდა. ფაქტების ლოდინში გაირკვა, რომ ელჩი ხელმისაწვდომია, თუმცა მხოლოდ ოპოზიციური მედიისთვის. სასტუმრო სტამბაში ღონისძიებაზე, სადაც ბრიტანეთის ელჩი კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, დიპლომატებმა მხოლოდ სასურველი არხი შეუშვეს. ეს იმ დიპლომატების მედია სტანდარტია, რომლებიც ტელეკომპანია იმედს თავს არგუმენტების გარეშე ესხმიან. ის, რაც წესით იმედისთვის უნდა ეთქვა, ელჩმა ოპოზიციური მედიიდან შემოგვითვალა. დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა და რუსეთის ინფორმაციული ნარატივები. რატომ გაურბიან ელჩები იმედს? პასუხი გერმანიის ელჩისგან გვაქვს. გაირკვა, რომ დიპლომატებს არ უყვართ, როცა ჟურნალისტებისგან კრიტიკულ კითხვებს ისმენენ. როცა მათ უხდები ვისმენ ჩამჭრელ კითხვებს, რომ ცუდად გამომიყვანონ. ეს ორი არხი სულ ცდილობს ცუდად გამომიყვანოს. მე ვერ ვიტყვი ეს რას ნიშნავს, მაგრამ ეს ორი არხი არის პროპაგანდის საშუალება. იმედი ყველაზე დიდი ტელევიზიაა საქართველოში, ის ქმნის აზრს საქართველოში. ამაზე უნდა იფიქროთ. დაფიქრდით, რას უყურებთ. მედიის თავისუფლების დამცველის სახელით მედიის დასანქცირება უსამართლო პოლიტიკის გაგრძელება. სანქციაც და არგუმენტებით საგარეო საქმეთა მინისტრისთვის აბსურდია. მაკა ბოჭერიშვილის განცხადებით, სანქციების გზით სვლა მორიგი თავდასხმა.
წარმოუდგენელია, მაშინ როდესაც ერთის მხრივ ადვოკატი ხარ თავისუფალი სიტყვის, მეორეს მხრივ ერჩოდე ტელევიზიას და თან არგუმენტად მოყავდეს, რომ ეს ტელევიზიები არის პოპულარული. ადამიანები უყურებენ მას ხავს მაყურებელი და გამზიარებელი. ეს არის წარმოუდგენელი სრულიად უსაფუძვლო კიდევ ერთხელ თავდასხმა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის სანქციებით ხარობს ოპოზიცია და მათი ეგრეთ წოდებული ბაბლი. პირველი, ვინც ბრიტანეთის მთავრობაში აქო, მიხეილ სააკაშვილია. ოპოზიცია იმედზე რეკლამების დამკვეთების ბულინგსა და შანტაჟზე გადავიდა. ბრიტანეთის ხელისუფლება მედიის თავისუფლებას ხელყოფს. მართველი გუნდის შეფასებით იმედის სანქცირების შესახებ განცხადებაში დასახელებული ფაქტები აბსურდულია. რეალური მოტივი კი ობიექტური ხმის ჩახშობის მცდელობაა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტელეკომპანიების იმედისა და პოსტივისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც მის ეგრეთ წოდებულ დასაბუთებასთან ერთად იმდენად აბსურდულია, რომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება აზრს მოკლებულია. აშკარაა, რომ ეგრეთ წოდებული ფეიკის რა სტანდარტიც მოქმედებს BBC-ში, იგივე მოქმედებს ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც. სწორედ ამგვარი პროცესების შედეგია უკიდურესად დაბალი რეიტინგი, რომლითაც დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს. სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია. დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მაღალი ალბათობით დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი, რის გამოც განსაკუთრებულ შეშფოთებას და სინანულს გამოვხატავთ. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასი თამამად აცხადებს, რომ მის სახელმწიფოს დღეს Deep State, ანუ ის ძალა აკონტროლებს, რომლის მიერ მართული ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში ტელეკომპანია იმედში შეიჭრა. როგორც ჩანს, ბრიტანეთზე კონტროლის დამყარება Deep State-ს 2007 წელს უკვე დაწყებული ჰქონდა, რადგან ყველას გვახსოვს, რომ იმ დროს ბრიტანელ ხელისუფალს იმედის შესახებ არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს კი ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც Deep State-ის ხელწერაა. ბრიტანელ ხალხს უსურვებთ ყოველივე საუკეთესოს. უმძიმესი ტენდენციების მიუხედავად, ვიტოვებთ იმედს, რომ ბრიტანეთი დაიბრუნებს ძველ დიდებას და იმ დროს, როდესაც უდიდესი ისტორიის მქონე ამ სახელმწიფოში ეროვნულ იდენტობას, ტრადიციებს, დემოკრატიულ ღირებულებებს და სიტყვის თავისუფლებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. იმედი იმ ქვეყანამ დაასანქცირა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კამიტის თემა შეთხზა. დღეს როგორც არასდროს ნათელია, რომ იმედი სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა. ახლა შემსრულებლები აღარ ყავთ და თვითონ დაარტყეს. მიუხედავად იმისა, რომ გულის საერთოდ არ აწუხებდა, პატარკაციშვილიც ბრიტანეთში გარდაიცვალა გულით. ეს არის რა თქმა უნდა თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობა. სამწუხაროდ პირველი მცდელობა ეს არ არის იმედის შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ ეს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, როგორც ცდილობდა იმედის გაჩუმებას მიხეილ სააკაშვილის ხელით 2007 წელს და ეს არის ამ ყველაფრის გაგრძელება. გამოდის რომ სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ ისინი ტელევიზიებს, რაც არის ყოველად მიუღებელი და არის ჩვეულებრივი რაცა ფაშისტური მიდგომა. ღიმილის მომგრელია ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს ერთ-ერთ მიზეზად მაგალითად არის დასახელებული ის, რომ თურმე ორივე ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. კორუმპირებული ქვეყანა, მაშინ როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საერთაშორისო კვლევებითვე უკრაინა და მოლდოვა დასახელებულია როგორც ევროპის ნამდვილად ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები. ამიტომ აქ რაც შეიძლება ემოცია გაგვიშდეს არის ის, რომ არის მცდელობა თავისუფალი ალტერნატიული აზრის და სიტყვის ჩახშობის. ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება, რომ ჩავიდეთ და ვიკითხოთ ხო აი ძირეულად რა არის აბა პრობლემა, რატო აღნიშნული ტელევიზიები არ არსებობს პასუხი. არ არსებობს არგუმენტები. კამპანია რუსული ბრიტანეთის მთავრობამ ისევ ამოქმედა. ბრიტანეთმა იმედთან ერთად კიდევ ერთი დამოუკიდებელი მედია საშუალება პოსტივიც დაასანქცირა. იმავე მოტივით და ფაქტების გარეშეც. პოსტივიმ ბრიტანეთს ამ ქარდით უპასუხა.